ქართული ოცნების პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც მედიისთვის სასამართლო პროცესების გაშუქება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. კანონპროექტის თანახმად ფოტო-ვიდეო გადაღება არა მხოლოდ სასამართლოს სხდომის დარბაზში, არამედ მთლიანად სასამართლოს შენობაში და მის ეზოში აიკრძალება. გამონაკლისი სასამართლოს თანამშრომლები ან უფლებამოსილი პირები იქნებიან, რაც შეეხება სასამართლოს სხდომის ვიდეო-აუდიო ჩაწერას. ეს დასაშვები იქნება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, ცვლილებების მიღების შემთხვევაში სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, ვიდეო და აუდიო ჩაწერა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეძლება. სხვა მედია საშუალებებს კი ამის უფლება ფაქტობრივად აღარ ექნებათ. ამასთან სასამართლო შეეძლება შენობაში შესული პირებისთვის პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო და აუდიო საშუალებების ჩამორთმევა. თემასთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება ქართულ ოცნებაში. ევროპარლამენტის რეზოლუციებში რეჟიმად მოხსენიებული პარტიის წევრები ამტკიცებენ, რომ მსგავსი პრაქტიკა ბევრ ევროპულ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს. ჩვენ ხედავთ ბოლო წლების განმავლობაში ჩვეულებრივ მიზანმიმართულად სირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება და შესაბამისად გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, ამერიკის შეერთებულ შტატებშია და იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ მედიისთვის იქნება დახვეული სასამართლო სხდომები. ოცნების ახალი საკანონმდებლო პაკეტი 5 დოკუმენტისგან შედგება და ცვლილებები მხოლოდ მედიას არ შეეხება. ასევე იზრდება მოსამართლეების ხელფასი, პოზიციაზე ყოფნის წლები, იცვლება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი და იზღუდება მოსამართლესთან დაკავშირებით გამოხატვის ფორმები. პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა ნიშნავს, რომ მას მიმდინარე კვირაში სამივე მოსმენით მიიღებენ. ამის პარალელურად ოცნების პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს სადავო ცვლილებების განხილვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონშიც. კანონპროექტის მიღების შემდეგ ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე გადავა. კანონიდან იღებენ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი, გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო, გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი. სადავო კანონპროექტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ სხვა არაერთ პუნქტს მოიცავს.